გამარჯობა, დღეს ვიმყოფებით მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, ბიომეურნეობა ნოვაგის სათბურებში. მას მისდევს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ჯოლოგუ. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა დათრმობილი დროისთვის და გონახ. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. შენ სათბურში. გიორგი, ბიომეურნეობა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმე არის. როგორ დაიწყეთ, რატომ დაიწყეთ, რა მიგიყვანათ ამ გადაწყვეტილებამდე და რა ელოდებოდით და რა შედეგამდე მიხვედით? ეს საქმიანობა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთულია. ყველაფერი აქ კეთება ხელით, მექანიზირებული სამუშაო პროცესები მინიმუმამდეა დაყვანილი, ისიც საწყის პერიოდში. ჩვეულებრივი ინდუსტრიული მეურნეობისგან განსხვავებით, ბიომეურნეობა მოითხოვს დიდ სამუშაო ძალას, ცოცხალ სამუშაო ძალას. რაც თავის მხრივ ზრდის პროდუქტის უძღირებულობასაც, რა თქმა უნდა. თავიდან როგორც ყველა დამწყები და ენთუზიაზმით ახსავსე ადამიანი რო ვიწყებდით, ვიცოდით რომ ანუ გამოვა ყველაფერი რაღაცა, მაგრამ ძალიან ბევრ პრობლემას არ დავარქმევდი, უფრო გამოწვევას, რომ ანუ რაც დაძლევადია, ეს ჩვენთვის გამოწვევაა და არა პრობლემა. ხო და მაგრამ მაინც შევძელით რაღაც შედეგი მოგცა ჩვენმა შრომამ და ჯერ კიდევ ვითარდებით და შევისწავლით ახალ მეთოდებს ამ ბიოლოგიური რაღაც შედეგი არა, უკვე კარგი შედეგი არის. კი ბატონო, ანუ აქ შეიძლება რაღაც ქაოტურად ჩანს ვიზუალურად პირველ შეხედვით, მაგრამ რეალურად ჩვენ აქ გამოყენებული გვაქვს პარტნიორი მცენარეების ასე ვთქვათ შერეული თესვა. მაგალითად კიტრი, ბროკოლი შუაში, ასევე ისპანახი, სალათი ამ კონკრეტულ ბაზოკვალზე. მაქსიმალურად ითვისებთ ესე იგი? კი, ანუ მაქსიმალურად ვითვისებთ, რომ ნიადაგი ჯერ ერთი რო შიშველი არ დარჩეს და მეორეც, ну, რა თქმა უნდა, დამატებით შემოსავალია. შიშველი რო არჩება ნიადაგი, ამის ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ჯერ ერთი რო ოპტიმალურად ვიყენებთ ნიადაგს, მეორე რო გამოშრობისაგან იცავს თვითონ ნებისმიერი მცენარე ამ ნიადაგს. ერთგვარი ცოცხალი მულში არის. შეიძლება ასე ითქვას. ზოგადად ბიომეურნეობა ორჯერ სამჯერ უფრო ძვირი არის, ასე ვთქვათ, უფრო მეტხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მზა პროდუქტი მიიღო, ჯანსაღი, სუფთა, ვიდრე ჩვეულებრივი პრეპარატების შეწამლის დროს. შრომატევადაც რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ უფრო. გიორგი, რამდენი წელია რაც ამ საქმეს აკეთებთ? ანუ როდიდან დაიწყეთ და რა მასშტაბებზე ხართ უკვე? კი ბატონო, ჩვენ 2020 წლიდან ვართ ბაზარზე, თავიდან მხოლოდ 500 კვადრატული მეტრი სათბური ჰქონდა, სადაც მოყავდა მარწყვი. გამომდინარე იქიდან, რომ გემოვნური თვისებებიდან და ხარისხიდან გამომდინარე მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა და ფაქტობრივად ერთ მაღაზიასაც ვეღარ აუდიოდით, ასე ვთქვათ, მოთხოვნაში ამ მარწყვზე, გადავწყვიტეთ, რომ გავფართოვებულიყავით. ამჟამად უკვე 5000 კვადრატული მეტრის ფართობის სათბური დავამატეთ, 2500 მეტრი კვადრატი ფართობი და სადაც უკვე გადავწყვიტეთ ბოსნეულის დამატება ჩვენს ნაირსახეობაში პროდუქტისა. გადარა ბოსნეული? კი ბატონო, ამ ეტაპზე ძირითადი კულტურები არის კიტრი, ტკბილი წიწაკა, ხოლო მეორე სათბურში პომიდორი. ეს მოიცავს ჩერის, კოქტეილ პომიდორს და აი ესე ვთქვათ, მეორადი ასეთ ბონუს პარტნიორი მცენარეები, ასევე არის ჭარხალი, აგერ ბროკოლი გვეწევა უკვე მოსავალში, ისპანახი და ასევე იგეგმება ჭარხალი, სტაფილო, ხახვი, ნიორიც და ასე შემდეგ. პატარა ედემის ბაღი აქვს მოწყობილი, მაგრამ ცდილობს, ანუ ბევრი გამოწვევის ფონზე ძალიან ბევრი გეგმები გქონდა მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, მაგრამ ხან მუშახელის სიმცირე, ხან რაღაც ტექნიკური ხარვეზები, ასე ვთქვათ. ყოველთვის ყველაფერს უმკლავდებით საკმაოდ. კი, ჯერჯერობით მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით ვეწევით ნელ-ნელა ამ გამოწვევების დაძლევის პროცესს. ძალიან კარგი. მეგობრებო, სანამ კითხვებს გავაგრძელებ, ძალიან დიდი სიამაყით მინდა განვაცხადო. ნოვაგის სათბურებში ხა რასაც ხედავთ, რა მცენარეს, რა ბიომცენარესაც ხედავთ, ყველაფერი არის რაიქცვიანი სათესლე მასალისგან. ყველაფერი, აი აქ რასაც ხედავთ. გიორგი, რატომ რაიქცვიანი, რა კრიტერიუმებით მოხდა შერჩევა და რა ის თვისებები ჰქონდა, რითიც დააკმაყოფილა თქვენი მოთხოვნები რაიქცვიანმა? როგორც მოგახსენეთ, პირველ სეზონზე რამდენიმე კომპანიის მიერ მოწოდებული ბევრი ჯიშის ბოსნეული ჰქონდა. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ დავტოვეთ ჩვენ მეურნეობაში
კომპანია აგრონომის მიერ მოწოდებული რაიქცვანის ფირმის სათესლე მასალა. პირველ რიგში ეს იყო გემოვნური თვისებები და მერე უკვე მცენარის ასე ვთქვათ აღნაგობა, გამძლეობა, თავიდან ბევრი სტრესის და მოულოდნელობის მიუხედავად, ისევ და ისევ მუშახელის მცირდა გამომდინარე, მაინც კარგი შედეგი მოგცა და ყველაფერს გაუძლო, ასე ვთქვათ. იყო თლიანად გადახვედით რაიქცვანაზე. კი ბატონო, იყო სხვა კომპანიების სათესლე მასალა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცოტა კი არა გაცილებით უფრო უხმოსავლიანი იყო, თუმცა გემოვნური თვისებები არ მოგვეწონა და მაგიტომაც ჩვენ უფრო გემოვნურ თვისებებზე გადავიხარეთ. სწორედ ქართველებისთვის გემო გვიყვარს, ჭამა გვიყვარს და გემრიელი საკვები. კი, რა თქმა უნდა, მაინც საქართველოში ეს გემოვნური თვისებები ფასდება. სხვა უკვე მეორე ხარისხოვანია. გიორგი, ანუ გარდა გემოვნური თვისებებისა, რაიქცვანას დაავადებების მიმართ როგორი მდგრადობა აქვს? იმიტომ რაც უფრო ნაკლები დაავადება შეხვდება, უფრო ნაკლებად შრომატევადი იქნება მე შემდეგ თქვენი საქმეც. კი ბატონო, ანუ საკმაოდ დაავადება მედეგია რაიქცვანი ჯიშები. აი ისევ და ისევ დაუბრუნდები იმ თემას შარშან რომ ძალიან ბევრი ჯიშის ასე ვთქვათ სათესლე მასალა მქონდა სხვადასხვა კომპანიის და თვითონ დაავადების მიმართაც უფრო უკეთესი მედეგობაც მაჩვენა. და ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო გემოვნური თვისებების მერე. ანუ დაავადების მიმართ მედეგობა ანუ დიდად ამცირებს, ასე ვთქვათ, საწარმოო დანახარჯებს. ეს იქნება დამუშავება, პრეპარატები, სხვლა ფორმირება და ასე შემდეგ. მაყურებლისთვის ვთქვათ გასაგებ ენაზე, რაც უფრო მდგრადი არის თესლი თვითონ დაავადებების მიმართ და ჯიში, ნაკლები დანახარჯები და ნაკლები ხარჯი მოგება შესაბამისად მეტი არის. რა თქმა უნდა. ეხლა როცა დაავადება მედეგი არ არის მცენარე, მაგას კვირაში ერთხელ მაინც უნდა დამუშავება. მაქსიმუმ ორ კვირაში ერთხელ ესეც идеალურ პირობას თუ შევქმნით. მაგრამ ეს ყოველკვირა დამუშავება გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს. ბიომეურნეობაში კი თუმეტეს ორჯერ და სამჯერ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ანუ ჩვეულებრივი ინდუსტრიული მეთოდით დამუშავება პირობიდან თუ ჯდება 5000 კვადრატზე 100 ლარი, ჩვენ ეს ყველაფერი გვიჯდება მინიმუმ 200-250 და ზოგჯერ 300 ლარიც გამომდინარე იქიდან იყო თუ არა დაავადება უკვე გართულებულ სტადიაში თუ დაწყების სტადიაში. აი, მაინტერესებს ბიომეურნეობაში რა მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკის მიზნით სწავლობას? კი, ბიომეურნეობაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას, იმიტომ რომ ბიოპრეპარატები სუსტია. უკვე დაავადებულ მცენარეს დიდი ხანი კურნავენ, ასე ვთქვათ, ეს პრეპარატები, იმიტომ რომ ეს არის იგივე ცოცხალი ორგანიზმები, ბაქტერიები, სოკოები. სოკოების დანიშნულება ისე რომ დაავადებაზე ადრე დასახლდეს ფოთოლზე და ასე ვთქვათ, ყველა დაავადება ძირითადად არის სოკოვანი, რაც ოპობას იწყებს და ასე შემდეგ. ხო და სისტემა არის ასეთი, ჯერ თუნდაც ის ტრიქოდერმა იქნება თუ რა იქნება, დასახლდეს ფოთოლზე, ამით ჩააჩოჩოს, ასე ვთქვათ, მომავალი დაავადება, რომ მაგას გავრცელების ადგილი შეუზღუდოს. ბაქტერიები კი უკვე დაავადებულს ებრძვის, ასე ვთქვათ, ჭამს იმ სოკოებს, მაგრამ ესენი ცოცხალი ორგანიზმებია, მაგასაც ჭირდება დრო 1 კვირა, 2 კვირა, მაგრამ ეს პერიოდი უკვე ძალიან დიდი ზარალის მომტანია, ეს ორკვირიანი შუალედი. ამიტომ ყოველთვის ჯობია პრევენციის სახით წამლობები. მაშინ უკვე ბაქტერიები უკვე ხვდება დაავადებას და ამიტომ პრევენცია ბევრად უფრო ეფექტურია. კი ბატონო, აი ამ შემთხვევაში ახლა გამომდინარე იქიდან რომ მაქსიმალურად ვცდილობთ აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებას. აი ეს კიტრები მაგალითად აქ ერთადერთი რაც შეიძლება შევამჩნიოთ, ძირითადად მიკროელემენტების დეფიციტი, რაც ხშირი პრობლემა არის ბიომეურნეობაში, იმიტომ რომ ბიოლოგიური სასუქებით ამ საჭირო მიკროელემენტებს დაბალი რაოდენობით შეიცავს, ამიტომაც მიკროელემენტური, ასე ვთქვათ, ფარული შიმშილი მაინც შეინიშნება. მაგრამ დროთა განმავლობაში ვასწორებთ, მაინც ვახერხებთ შესაბამისი ორგანული სასუქებით და ასე ვთქვათ, უმჯობესდება. ამ შემთხვევაში ამას პრაქტიკაშივე სწავლობთ. გიორგი, სად ხდება ამ ყველაფრის რეალიზაცია შემდეგ? ამ ეტაპზე რეალიზაცია ხდება ქსელურ მაღაზიებში, ჯერჯერობით ცოტა ფილიალებში, მაგრამ ნელა ვამატებთ კვირიდან კვირამდე, ნელა ვამატებთ
ასე ვთქვათ, მოსავლეს დასთან ერთად. ძალიან კარგი. მოკლედ მეგობრებო, იცოდეთ რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან ბიოპროდუქტს კომპანია ნოვაგი აწარმოებს, რაიქცვანის ჰიბრიდებს კი ჩვენ კომპანია აგრონომი ვაწვდით მათ. ჩვენ კი მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით.